მოგესალმებით მეგობრებო. მიხარია რომ წინა ვიდეოს მოყვა კარგი გამოხმაურებები, მოგეწონათ და მინდა რომ კიდევ გავაგრძელოთ ჩვენი იარაღის ექსპერტი, ახალი რუბრიკა და გადავიღოთ კიდევ ერთი კარგი იარაღი, რომელიც არის კარგად ცნობილი და საკმაოდ კარგი გამოხმაურებები აქვს. მინდა დღეს განვიხილოთ Retai Masai Mara, კარგი მოდელია, თან წინა მოდელთან შედარებით, ამ სამ ფენომასთან შედარებით მინდა და რომ დღეს გადაგვიღო ინერციული სისტემა და გადავიღოთ Retai Masai Mara-ს. ეს ისეთი მოდელები არის, რომ ზოგადად სისტემები რა, ვიღაცას ურჩევნია გაზდამტენი, ვიღაცას ურჩევნია ინერცია და ყოველთვის დავა BMW და Mercedes-სავით რა, ყოველთვის დავა არის, არა ეს ჯობია, არა ის ჯობია, არა ეს არ ტენის, არა ის არ ვარგა და ასე შემდეგ. ორივე მოდელი გამართლებულია, ორივე სისტემა გამართლებულია და ჩვენ გაჩვენებთ თუ რანაირად და როგორ გაისვრის ეს რეალურად საველე პირობებში. ეხლა კი აგიხსნით, მოდიფიკაციას მნიშვნელობა არ აქვს, საკმაოდ ბევრი მოდიფიკაცია აქვს. ფერების და მიხედვით არის ბრონზისფერი, არის ნაცრისფერი, არის შავი, მოკლედ და მის დაშლაწყობას აგიხსნით. საველე პირობებში სროლითაც გავტესტავთ და ვნახოთ რა შეგვიძლია, რა შეუძლია. ერთი შეხედვით რომ ვისაუბროთ იარაღზე თვითონ უშუალოდ, არის საკმაოდ კარგი, თხელი, დახვეწილი მოდელი, მოჯენითაც ძალიან კარგად, მოჯენითაც საკმაოდ კარგად ჯდება. ანუ ცოტა დიდია ჩემი ხელი შედარებით, მაგრამ ამასთან მიმართებაში მაინც კარგად ჯდება ხელში. თხელია, ტიპჟირით საკმაოდ დახვეწილი და გამოყვანილი აქვს. უკანა რეზინა ეგრეთ წოდებული კარგად გამოყვანილი აქვს. დიზაინი საკმაოდ დახვეწილია. ეხლა ვიმყოფებით ჩვენ მაგნუმში, ფარნავაზ მეფის პირველ ნომერში და გადავინაცვლოთ ირაკლისთან ერთად და კარგად დავაბრახონოთ ეს იარაღი და გავტესტოთ რა შეუძლია. მოგესალმებით, გადმოვინაცვლეთ საველე პირობებში. როგორ ახლა გენაცვალე? Hello. კარგად. უმაგრესად და მაჩვენე? ეს ყველასთვის საყვარელი Retai ძალიან დახვეწილი, ძალიან ლამაზი. ჩემთვის ერთ-ერთი გამარჯოს. როგორ ახლა ცნობი? მაგრად. ეს რა საინტერესო იარაღია? ილდიზი. მოდის თავისი ლეგენდით, ხო? რამდენი ხანია რომ? მოკლელულია. ეს სეზონი არ ჩაუტარებია ამ იარაღს, რა ლიცენზირებულ ნადირობებში დაგქონდა მტაცებელზე. ეხლა ბიჭებო დიდი ბოდიში, ეს უნდა გავტესტო ორივას. ერთი PPS-ი და მეორე ზუბერი. ზედმეტად ცნობილი ზუბერი. ხო. რაც შეეხება ამ იარაღს. ეს მართლა BMW Mercedes-ის თემა არის. ერთ-ერთი კარგი იარაღია. თან ახე საინტერესო დასაწყისია ამ რუბრიკის ფენომა და მეორე არის Retai Masai Mara. ეს არის ეს ორი მოდელი, ჩემი აზრით, რასაც უყურებ ახლა პუბლიკაში კომენტარები იწერება. ზოგი იძახის გაზადამტენი მაგარიაო, ზოგი იძახის ინერციული მაგარიაო, ამ შემთხვევაში ორივე იარაღია უკვე წარმოდგენილი. ფენომა ვიცით, რაც არის, ეხლა ვნახავთ Retai Masai Mara-ს. ხელში მსუბუქია, მინდა აღვნიშნო, ფენომასთან შედარებით, იმიტომ რომ ფენომაზე მიჩვეული ვარ პირადად დიდი პრაქტიკა. ხო, ცოტა სხვა ბალანსი აქვს, ნახე, იმასთან შედარებით. ხო. ფენომას სისტემა არის, რა თქმა უნდა, წინ. ამის სისტემა როგორც განახე, აგერები და უკან არის. შესაბამისად, ბალანსში ცოტა სხვა ტიპი არის. თუმცა აი ხა სროლაშიც რაღაცებს აღნიშნავ რა, ეხა იმის სუბუქი არის ფენომასთან შედარებით, რაც პირველი შთაბეჭდილება არის ეგ და გემოვნებაზე არ დაობენ, მე ვიზუალურად ფენომა უფრო მომწონს. ვიზუალურად. ორივე მომწონს. ხო, უფრო ისეთი დახვეწილი, მაგრამ აი ეს თითქოს ბენელის ვარიანტი არის და ესეთ რაღაცას პირადი შეხედულება მაქვს რა მიარაღზე რა. ვიზუალურად ძალიან მომწონს, მაგრამ ხილში რო ვიკავებ, აი ეს მომენტი ხელის საჭერი მომენტი მაგალითად ფენომის მომწონს უფრო, მაგრამ ამის ტიპჟირი უფრო მომწონს ვიდრე ფენომის. ანუ რაღაცა პლუსიც აქვს, რაღაცა მინუსით რა. გასაგებია. კარგი სროლა აქვს. კი, დარწმუნებული ვარ და მე ვიტყვი ჩემს მოსაზრებას გაზდამტენსა და ინერციულ შორის. ახლახანს დავიწყე ინერციის მოხმარება შტოგერი M3000, მაგასაც ალბათ თუ მოყვება გამოხმაურება გადავიღებთ. არა, უეჭველი გადავიღებთ. ხო, ერთ-ერთი საინტერესო და პოპულარული თოფი არის ქართულ ბაზარზე და გაზდამტენთან შედარებით ინერციული სულა მომეწონა, ანუ
სროლის მომენტში არ გიწევს ხო სტაბილურობა მომეწონა, მაგრამ თემა გითხრა. აი ესეთ ვარიანტში, როდესაც ტყეში ნადირობ, თქვათ სარეკში ხარ და მოგიწია სარეკშივე სროლა, დაღლი ხარ და ასე შემდეგ, ხო? შეიძლება მოგიწიოს ისეთ მომენტში სროლა ან ისე მოხდეს იარაღი, ვერ მიიდო კარგად მხარზე. მაგას გავტესტავ. ხო, ნახოთ, იქნება ძალიან საინტერესო. რატომღაც -20 გრამები მაქვს დავიკავებ ხელში, გაჩვენებ რა შეუძლია. აი ინერციული მინუსი მგონია ეგრო თუ მყარად არ გაქვს დადებული, იდეაში ამისი მექანიზმი ეგრე მუშაობს, თუ მყარად არ არის მიდებული. მე მინდა რომ ეგ მეთი დაგირღიო რა. დავაი, ძალში შენიცი. Come on baby. ეხლა ავაწყოთ იარაღი და თან ცოტა გავისაუბროთ რა. ნუ ერთ-ერთი მთავარი სიმარტივეშია ამ იარაღში ხიბლი რა. ძალიან მაგარი მარტივი არის. მოხსნით ხულს. ძალიან მოდი უცებ ავაწყოთ. სერიოზს გამოიღებთ. როცა გადატენილ მდგომარეობაშია დამრტყმელი მექანიზმი, აი ეს. მაშინ ამოდის ეს. მაღლა ნახე, გადატენი, ესე ხელით დაიკავებ, რო არა მოხდეს, ამას დააწვევი, ამოვუშვებ და ამოიღებ ეს. შემდგომ აი ამ ღილაკს აწვევი, პატარას, ესე დააწვევი და ესე მარტივად გამოდის ეს სისტემა. ძალიან მარტივი სისტემაა და მუშა. შემდეგ ისე ვაწვევი და ასე ვსვავთ. ეხლა ვაწვევთ ჩვენ და გავისროლოთ. ეს სისტემა არის სრულად აღებული ბენელისგან და ძალიან გამართლებული სისტემაა სხვათა შორის. ეს არის მთელი არსი ამ იარაღის აწყობის. ეხლა გავისროლოთ 9 ნომერი უკონტეინერო BPS-ები და ნახოთ როგორ გაშლის კარტონზე. ესე იგი, ეხლა გავისროლოთ 28 გრამი 9 ნომერი B2 უკონტეინერო BPS. და ნახოთ როგორ მიიტანს. ესე იგი, ზუსტად 20 მეტრია რა, აი აქედან და ნახოთ. ესე იგი, რაღაც პონჩი ამის უკუცემას ვერ იგებ თითქოს. ის ეს და ვინები აწერა და იგივე. კაროჩე. ეხლა მინდა 15 მეტრზე ვესროლო, იგივე ვაზნა 28 გრამი 9 ნომერი უკონტეინერო BPS. და რატომ? რომ გაშლა ნახოთ რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დამწყები რა თქმა უნდა ვერ ხვდება რა მოსდის წყეს რა, ანუ 5 მეტრში ესვრის, ზოგი 7 მეტრში ესვრის, ზოგი 15 და ნახოთ აი 15 მეტრია და როგორ მიიტანს ეს რომ ნახოთ და მანდ რომ წერი აღმოჩნდეს რა მოუვა. და შემდეგ კიდე 10 მეტრიდან გავისროლოთ და იქნაც ვნახოთ რა. აბა დავით. ეს იყო 15 მეტრი. აი 20 მეტრიდან რომ გავისროლეთ, 20 მეტრიდან მოიტანა ძალიან კარგად. მე კონტეინერი მოხდა თავში მწყესო. ეხლა ნახე უკანა ხდება. აი ამაზე მაქვს საუბარი რა. ნახე, აი უბრალოდ ჩემი ხელის გული ნახე და აქ რო ამ ხელამწყერი მოხდება, ნუ იმ წეს რა მოუვა. მოდი ცოტა გავართულებ და 10 მეტრიდან კიდე გავისვრი რა. ერთსაც 10 მეტრიდან. ვნახეთ ესე იგი 15 მეტრში რა მოუვიდა. ეხლა ვნახოთ 10 მეტრში რა მოუვა რა. იმიტომ რომ ეს შეცდომა ძალიან ბევრს მოსდის. მეც მოსვლია და მოგივა კიდევაც. დარწმუნებული ვარ. აბა წავიდა. ანუ ხო, ხედავ ხო, რაც უფრო ახლო მივდივართ, მით უფრო გვივიწროვდება საფანტის გაშლა. ამიტომ ჩემი რჩევა დამწყებებს ახლოს არ ესროლოთ. თან ცოტა დააცადეთ, გაფრინდეს რაღაცა იმასთან თავისი ფიქროს, არ იქა გადავრჩიო. ცოტა მოგამი ჰქონდეს რა. მოდი ხა მოუწყოთ ამას ჯოჯოხეთი და გავისროლთ ჯერ 24 გრამები რა, თეფშის ვაზნები, ზალა. ეს წინა ვიდეოშიც ფენომით ვისროლეთ
და ერთხელ გაგვიჭედა ფენომამ სხვათა შორის ხელიდან. დანარჩენმა იმუშავა. ნახოთ აბა რა სისავს ამ შემთხვევაში. რეტაი მასაი მარა. ეს ჩავანებოთ. მოდი ჯერ მხარიდან გავისვი მიყოლებთ. კარაქი ვიტენის ძმაო. ეხა გავაგრძელეთ ეგრევე გაცხელებულზე, გავარვარებულზე. კიდე 5 ხელიდან გავისროლოთ უკვე. და მე ამოყერებული გავისროლოთ. აბა. უჭირს. ამ მაიმუს. კაი, გავაგრძელოთ. 1-0. 2-0. კაი, ამოვატრელოთ აბა. არ არსებობს. ყველას გაგვიჭედავს ვაფშე. ყველას. მე ხა გავტესტა 28-ს იგივენაირად. გავბრაზდი. კიდევ ერთხელ აუღნიშნავ იმას მეგობრებო, რომ მიკერძოვებული არავის არც ერთ კომპანიაზე არა ვარ, უბრალოდ ტესტავ იარაღებს. რა ვიცი, ჩვენ რაც ჩაგვივარდება ხელში არა, რაც მოგვინდება, იმას ვტესტავთ მოკლედ. განვიხილავთ შემდეგ მოდელსაც, შემდეგზე მერე ვისაუბროთ. ეხლა გავაგრძელოთ 28 გრამები. რაღაცნაირად გული დამწყდა. დაგიწერეთ არასდროს გამოკარი. თითი არა. რეალობა აგერ არის, იმასაც ესე ვისვი და ამასაც ესე ვისვი. წავედით აბა. 28 გრამი. ყველა. არც ერთი არ გაისწორა. მივიდებ. იასნია ტენის. მოდი სისტრაფეზე მაინც ვნახოთ. ერთი ვნახოთ, კაი. ესე თუ გაისვის ვნახოთ. 60-ს 80-ს. სისტემურად. არც ეს. წარჩი, მიდება ჭირდება. უეჭველი. მოდი ისე 24-ები გავისროლოთ თქო მხრიდან. და ერთხელ და სამუდამოდ რაც არის ეგ არის. ვაი. ესე იგი რატომღაც მეგონა რომ გადატენიდა. იმიტომ რომ ერთ-ერთი ბრენდი არ დავასახელებ ჯერ სანამ არ გავტესტავ. ესეთ რაღაცებს კარგად აკეთებს რა. ხო და აუცილებლად განვიხილებ იმ ბრენდს და ვნახოთ ის რას იზავს. მხარიდან გავისროლოთ 24 გრამები ზალა. რაც წინაზე, რაც ფენომაზე. აი უპრობლემოდ კაროჩი. მხარზე მოიგებ და ყველას გადატენის. აი ხა 21 გრამებიც გვაქვს. საბედნიეროდ 3 ცალის შემთხვევით მოვიპოვე. აგერ გაჩვენებთ. 22 გრამები. 3 ცალი მაქვს და მხარიდან ვწდი რა თქმა უნდა. და ნახოთ როგორ მოერევა. აი მხარიდან იდეალურად. ეს არის სისტემური ამბავი რა, მეტი არაფერი. მიიდებ მხარზე იარაღი კარგად იმუშავებს, ჩამოიღებ მეტი ალბათობით 70-80% გაგიჭედავს რა. ეს არის ინვესტიციური სისტემა. ჩამტენის სისტემა, აი აქ არის ზამბარა და არის შიგ მრგვალ მეტალში ზამბარა, რომელიც აი ამ ჩაქუჩის მეშვეობით ურტყავს, ჩამოდის, აწვება და იტენება და უკან მიდის. და ეს ბრუნავი მექანიზმი აგდებს ვაზონს და შეაკ. სიზუსტე ვნახოთ რა. ხო და ჩამოვდოთ როგორც საჭიროა, ისე ვისროლოთ და всё, ნახოთ. დამშვიდებულად, დაწყლერებულად ვისროლოთ. ხელიდან და გულაჩქარებულზე არა. მოკლედ ჯეჯერ გავისროლოთ 29 გრამი BPS. ამასაც აქვს 1050 ბარი, მაგნუმის საფეთქების ძალა, საკმაოდ მოშნია. ხო და ნახოთ რა შედეგებს დადებს. ეგრევე მეორე. ეგრევე მესამე. წავედით. ვაუ, სახემატკინა. ეს შეხედე, პროსტა ნახე.
ეს არ არის ზვავ მინდა ამ მიტანაზე გავამახვილო ყურადღება რა გაბურღულობაზე მინდა გავამახვილო ყურადღება ესე იგი ორნაირი გაბურღულობა არის მასაი მარაზე რა ზოგზე არის 18 და 4-იანი გაბურღულობა ზოგზე არის 18 და 8-იანი გაბურღულობა ამ შემთხვევაში ამ მოდელს ამ წლების მიხედვით არის და მაგას ზუსტად ვერ გეტყვით ან რომელი წლებში იყო რა ეგეც არ ვიცი ეგ დანამდვილებით ვიცი რომ ორი ტიპის გაბურღულობა ჰქონდათ შესაბამისად ამ შემთხვევაში ესეთი კარგი მიტანა დამსახურება იმისა რომ არის 18-იანი გაბურღულობა ანუ უფრო ფართე გაბურღულობა ფენომის შემთხვევაში 18-იანი გაბურღულობა იყო და შესაბამისად შევიწროებაში ყვებოდა და მეტი ხახუნზალა დროს დეფორმაციას განიცდიდა და შესაბამისად მიზანს კარგავს ეხლა მეორე ვისროლ და მეორე შედეგები ვნახოთ ეხლა გავისროლოთ საბოტი 24 გრამი იგივე აფეთქების ზალა 1050 ბარელი მოშნია საკმაოდ 1050 ბარელი წნევა რა აბა წავიდა ზედაზე ვესვით მეორე ეგრევე ეგრევე მესამე პიჩუ იმინა მცემა აი იარაღმა მცემა დედას გეფიცები ჩეულებრივი აბერკატები მიბრახუნა იგი ხო გითხარი იგივე შედეგი ესეთი შედეგი შეიძლება ბევრმა ნარეზიანო შაშხანა მარდადოს კარგი შედეგია ძალიან ვიტყოდი რომ ეს იარაღი უნივერსალურ ნადირობაში გამოდგება რა ყველაფერზე რო ინადირო იმაზეც ხო ხდები და რაღაც ასწავლი არ მოითხოვო იარაღისგან რა ბიუჯეტიდან გამომდინარეც კარგია ფენომასგან განსხვავებით ამით ვისროლეთ 30 მეტრზე ოღონდ ეს ჟაგნები და 50-ზე არ გვესვია თუმცა მაინც შოქში ვერ ისეთი მიტანა აქვს 1900 ლარი ეს იარაღი ჩვენს მაღაზიაში 15 რიცხვამდე იქნება ფასტაკლება 10% რა 1710 ლარი ეღირება მოკლედ ეს სულ ეს იყო რა ვიცი როგორც შევძელით და რანაირადაც შეგვეძლო გავტესტეთ ჩვენებურად იარაღმა თავი გაართვა კარგად კარგი იარაღია პირადად მე რეკომენდაციას გავწევ რა თქმა უნდა იმიტომ რომ ხარისხი თავისას გვეუბნება რა მოკლედ რა ძალიან მახარებს ის ფაქტი რომ გვიყურებთ და თვალს გვადევნებთ და დიდი პოზიტივი მეძლება მოკლედ თქვენიდან გამომდინარე დიდ მადლობას მოგახსენებთ ირაკლის გამომწერებო და მეც მიყურებთ გამოიწერეთ ირაკლის არხი თვალი გვადევნეთ კიდევ ბევრ საინტერესო იარაღს გავტესტავთ და გავისვით შეზღუდულები არა ვართ იარაღებშიც გავტესტავთ პისტოლეტებსაც, გავტესტავთ რეზიან შაშხანებსაც და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი სიახლეები გველოდებათ ჩვენს რუბრიკაში. ასე რომ იარაღის ექსპერტი გველოდებათ თქვენ.